დღე ვაშინგტონში ჯორჯთაუნის კაპქეიქება ცნობილ ნამცხრობის მაღაზიაში ადრიანად იწყება. კაპქეიქი ამერიკული ნამცხვარია და ითარგმნება როგორც ჭიქის ფორმის ნამცხვარი. ის დასაგემოვნებლად გრძელი რიგი დილიდან დგება. ბაღდავაძემ ნიუ-იორკისთვის საგანგებოდ გამოყოფილი ბოლო დღეები დათმო და ვაშინგტონში მეგობართან ჩამოვიდა. შოუ კაპქეიქების შესახებ ერთ-ერთ ამერიკულ არხზე ნანახი ჰქონდა, მაგრამ გოგონების პირადად ნახვას აქ არ მოელოდა. რამდენიმე წლის წინ თბილისში ძალიან მოდური იყო დონაცები, ამერიკული ტკბილეული და მართალი რომ ვთქვათ, ჩვენ ვიყავთ პირველები, შეიძლება ითქვას, ვინცაც აღმოაჩინეთ სტუდენტების დროს. კაპქეიქები ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, იმის შემდეგ რაც კერი ძავის მეგობრებთან ერთად ხშირად მიირთმევდა ფილმში სექსი დიდ ქალაქში და ნიუ-იორკში ტურებიც არის, სადაც კაპქეიქებს აჩვენებენ მსურველებს და შეუძლიათ დააგემონონ იქ, სადაც კერი და მისი სამი საუკეთესო მეგობარი აკეთებდა ამას დარწმუნებული თბილისში ცოტა ხანში ექნება საშუალება. თბილისში ცოტა ხანში ექნება საშუალება კაპქეიქების გასინჯვის. თბილისამდე ბერძნული წარმოშობის ამერიკელ დებს სოფი ლამონტანის და კეით კალინის სხვა გეგმები აქვთ. ახლახანს გაფართოვდნენ და ვაშინგტონში მეორე მაღაზიას ხსნიან. ბავშვობის ოცნების ახდენა კი 2 წლის წინ დაიწყეს. ბავშვობიდან გვინდოდა რაიმე საერთო გაგვეკეთებინა. ბებიასთან, რომელიც ბერძენი იყო, სულ ვაცხობდით სხვადასხვა სახის ტკბილეულს. გაზრდასთან ერთად ჩვენი გზები გაიყო. სოფი ფინანსებში მუშაობდა, მე კი მოდის სამყაროში, მაგრამ საერთო საქმის დაწყების სურვილს არასდროს ვივიწყებდით. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ სამსახური მიგვეტოვებინა და ახალი უკვე ჩვენი სამსახური დაგვეწყო. ჯორჯთაუნის ერთ მყუდრო კუთხეში მათი ახალი სამსახური დაიწყო. ამერიკელები კი მათთან სწორედ სამსახურებიდან მოდიან. ალბათ გულის შეტევა და მემართება, მაგრამ ბოლომდე შევჭამ. პირველად ვსინჯავ, ტელევიზორში ვნახე მათი შოუ და როგორც კი დრო გამომიჩნდა, მეზობელი შტატიდან ჩამოვედი. საკაბელო არხ TLC-ზე დაწყებული ტელეშოუ, სადაც გოგონები სტუმრებს ნამცხრობის დამზადებას ასწავლიან, მათი მცირე ბიზნესისთვის ხელის შემწყობი პირობა აღმოჩნდა. დღეში 5,000 ნამცხვარი ცხვება ხელით, ფორმდება და იყიდება. არსებობს ერთი მთავარი პრინციპი, მეორე დღისთვის არც ერთი დარჩენილი კაპქეიქი. მხოლოდ გაფორმებაა დარჩენილი კრემს წრიულად ათავსებ ბისკვიტზე და ეს არის. და რომ გავაფუჭო? კარგად გამოგივიდა. რამდენი კალორია ერთ პატარა ნამცხვარში? 196 კალორია. ეს იმდენივეა, რაც ჩვეულებრივად სტანდარტულ დესერტში, ასე რომ ნორმალურია. რაც შეეხება ღირებულებას, ერთი ცალი $4 ღირს. სულ 20-მდე სახეობას აცხობენ. ბავშვებს განსაკუთრებით მკვეთრი ფერის ნამცხრობი მოწონთ. მოგწონს, იმიტომ რომ გემრიელია. შოკოლადის ყველაზე მეტად თან გარედან ფერადი კონფეტებით არის მორთული. არის რაღაც განსაკუთრებული ჩვენს მაღაზიაში. სტუმრებს მთელი მსოფლიოდან ვიღებთ. ჩვენი საცხობი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. ტურისტები ჯერ თეთრ სახლს ნახულობენ, შემდეგ კაპიტოლიუმს და ბოლოს როგორც წესი ჯორჯთაუნის კაპქეიქებს სტუმრობენ. ეს არის ჩვეულებრივი განცდა. უახლოეს გეგმაში ვაშინგტონში მეორე საცხობის გახსნა. უახლოეს მომავალში კი ვინ იცის, ეგებ მორიგი ამერიკული ტრენდი საქართველოშიც დააგემოვნა. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.